მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ასეთი გაშლა გავაკეთოთ. ეს გაშლა უფრო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ან დაასრულეთ ურთიერთობა, შეიძლება, ხანძრივი პაუზა გაქვთ დაუშვა და თქვენ ახლა გაინტერესებთ, რომ აი რა მელოდება ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ხო? ვნახოთ ჩვენ რას გვეტყვის ტარო, კითხვები მაქვს მომზადებული, აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლები, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ აქ მოკლე გაშლები გავაკეთო, ვისაც უყვართ მოკლე გაშლები, პრინციპში მოკლე გაშლები შეგიძლიათ ნახოთ ჩემთან TikTok-ზე, იქაც არის ძალიან ბევრი მოკლე გაშლები. ვეცდებით ჩვენ, ხო? აბა ვნახოთ, ახლა პირველი კითხვა მქონდა მომზადებული, რატომ დახურა სამყარომ ეს ურთიერთობა საერთოდ? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის აქ მთავარი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამ ურთიერთობიდან უნდა გამოიტანოთ თქვენ ყველა ვარიანტში. ვნახოთ ახლა რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში ძალიან კარგი ამ ურთიერთობის დასრულების მერე. და ვნახოთ კიდე ჩვენ რა დაგეხმარება თქვენ იმაში, რომ თქვენ გაუშვათ აი ეს წარსული და გაახსნათ თქვენი გული ახალისთვის, ხო? და კიდევ ვნახოთ ახლა აბა რა ბედნიერი ცვლილებები გელოდება თქვენ საერთოდ სიყვარულში მომავალში. აი ასეთი კითხვები. პრინციპში აქ უკვე მაჩვენებენ, რომ თქვენ ნახат ახლა აქ ადამიანი უკვე პრინციპში ელოდება რაღაც ახალს, უბრალოდ არ იცის, ნახат აქ შეიძლება გქონდეთ თქვენ კიდე ნახat როგორი მომენტი აგერ ნახat გოგო დგას ორ კარების წინ და არ იცის რა აირჩიოს, რა არჩევანი გააკეთოს. ძველი ურთიერთობაში კიდე დაელოდოს თუ რა, დაუშვათ ცვლილებებს თუ ახალში შევიდეს. თუმცა პრინციპში უკვე მზად კი არის, მაგრამ აქ არის უბრალოდ აი გამოდიხარ თქვენ ესეთი ენერგიებიდან, როცა ბრაზდებოდეთ, რაღაც დაასრულეთ თქვენ, უკვე აღარც ბრაზდებით, აღარც ნერვიულობთ, უკვე აღარც აი გააქვთ თქვენ თქვათ აი თითქოს აი სიმშვიდეს ინარჩუნებთ თქვენს გულში და სულში, მადლიერებას ინარჩუნებთ იმისათვის, რომ რო იყო ეს ურთიერთობა, უბრალოდ აქ არის როგორი თემა, იცით? არის კიდევაც გეუბნებით ორი მომენტი კი არის, ან შეიძლება ზოგი ელოდება იმას, რომ თქვათ სწორდება ის ჩემი თქვათ პარტნიორი, ან ზოგი შეიძლება უკვე ფიქრობს, რომ მორჩა და უნდა მივდევარ ახალში. ეს არის საერთოდ, ჩვენი ახლა საჯარო გაშლა, ეგ არის პირადი გაშლისთვის, კი იცით, სად უნდა მომძებნოთ, ყველა ჩემი საკონტაქტო არის ვიდეოს ქვეშ. ვნახოთ ახლა ჩვენ რატომ სამყარომ აი ეს ურთიერთობა დაასრულა, ხო? დახურა, რატომ? იმიტომ რომ თქვენ უკვე ნახეთ, თქვენი სულის არჩევანი იყო სხვათა შორის და თქვენ შეიძლება თხოვნა გქონდათ, შეიძლება თქვენ უკვე ნამდვილად აი როგორი მომენტი არის, იცით, რატომ და აქ არის უბრალოდ იმდენად ნათელი სული გაქვთ და იმდენად კარგი სული გაქვთ, რომ აი უკვე შეიძლება თქვენ თვითონაც თხოვდეთ, რომ რაღაცა დამეხმარე, რაღაცა არჩევანი გამაკეთებინეს, სწორი, ხო? და ამიტომ აქ არის აი თითქოს შეიძლება ახალი ურთიერთობაც გელოდება თქვენ და იმიტომ, ხო? კი, აი კი დაასრულა, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა შეიძლება მართლა დაამუშავეთ უკვე და უკვე ახალი უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქ თქვენ ნახეთ რა ხდება. დიდი ხანი შეიძლება გიწევდა თქვენ აქ მარტოობა, თქვენ სული დაიღალა, შეიძლება უკვე ამდენი მარტო ყოფნით, ამდენი თქვენს თავზე მუშაობთ, ამდენი რაღაცა და სულ ყოველთვის რომ შეიძლება თქვენს თავს ადანაშაულებდეთ, აი ალბათ მე კიდე რაღაცა ვერა ალბათ ჩემში არის კიდე რაღაცა, აი ალბათ მე კიდე რაღაცა უნდა ვისწავლო და აქ უკვე დაიღალა ეთყობა თქვენი სული. და ნამდვილად თქვენ უკვე კი, აქ რაღაცა კარმული გაკვეთილი თქვენ დაასრულეთ, იმიტომ რომ უკვე მორჩა ყველანაირად, თქვენ აი აქ ძალიან დიდი გადაწყვეტილება მიიღეთ და აირჩიეთ თქვენი თავი. თქვენ თქვით, რომ მე აღარ მინდა ეგეთი ურთიერთობა, სადაც მე არ მაფასებენ, სადაც მე ვაძლევ ყველაფერს, გულს, სულს, ყველაფერს ენერგიას და მე არ მაფასებენ. აქ ხა ეგ არის აი თქვენი სულის თქვენი სული არის დამკვეთი, ასე რომ თქვა და სამყარომ უბრალოდ უპასუხა, რომ
კი ბატონო, მართლაც ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთე, მართლაც ძალიან ბევრი რაღაცა შენ ჩადე ამ ურთიერთობაში, მართლაც ყველაფერი რაც კი შეგეძლო, მაგრამ უკვე შენს უკვე აღარ ძალა გაქვს და არც ნერვები არა გაქვს და უკვე თვით სამყარომ თქვენ დაგეხმარათ, ბედმა დაგეხმარათ იმაში, რომ უკვე მართლა შენ უნდა შეიცვალოს რაღაცა შენ ცხოვრებაში ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ აქ შეიძლება გქონდეთ ხანძლივი ურთიერთობა, სადაც თქვენ მაინც თავს გრძნობდით მარტო. გამიგეთ, როცა ადამიანი არ მონაწილეობდა ან თქვენს ურთიერთობაში იმ დონეზე, რა დონეზეც თქვენ გჭირდებოდათ, გინდოდათ, ხო? და უკვე გადაიღალეთ, გამიგეთ და უკვე აი თითქოს შეიძლება ინარჩუნებდეთ, რაც როგორც შეგეძლოთ, რო იტყვენ კბილებით გეჭირათ ეს ურთიერთობა, მაგრამ უკვე საბოლოოდ უკვე თქვით, რომ აღარ შემიძლია, მართლა დავიღალე. ნახოთ ახლა რომელი გაკვეთილი თქვენ უნდა გამოიტანოთ ამ ისტორიიდან, რა გაკვეთილი? პრინციპში თქვენ უნდა იყოთ, მოდით ასე რომ ვთქვათ, რომ პირველ რიგში არ უნდა დახუროთ გული. არავითარ შემთხვევაში უნდა იყოთ, მადლიერი იმ თუნდაც ამ ადამიანის, ვინც იყო თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ გრძნობა ამ ადამიანის, მაგრამ ისედაც უნდა გჯეროდეთ თქვენ, რომ პრინციპში არსებობენ ადამიანები, ხო? არსებობს შეიძლება ადამიანი კი, რომელსაც თქვენ შეუყვარდებით, ნახათ რა ხდება, რა გაკვეთილი, რომ ახლა ნახათ მე გეტყვის, შეიძლება ზოგს არ მოეწონება, მაგრამ მე გეტყვით, რომ აი აქ ადამიანი სხვათა შორის ვისთანაც რო დაასრულეთ თქვენ ურთიერთობა, ხო? ისე რა საინტერესო ვერ შეძლო ამ ადამიანმა, რომ თქვათ, გახდეს იმპერატორი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ახლა უნდა იფიქროთ, რომ აი დაუშვათ არ არსებობს, თქვათ, ესეთი მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია, რომ გახდეს, თქვათ, ჩემი იმპერატორი, გულს დახურავთ, ძალიან გთხოვთ, დახურავთ გულს, იმიტომ რომ აქ ყველა ვარიანტში ამ ადამიანმა მოგცა თქვენ რაღაცა სიძლიერე, ეცადა მაქსიმალურად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს სამწუხაროდ ვსწავლობთ აი ასეთ კივილით, მაგრამ აქ არის რა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება ეს ისტორია დამთავრდა ამ ადამიანთან, მაგრამ ამ ადამიანმა მართლა აი როგორი მომენტი არის, იცით? ერთი კაი მაინც ვკითხავ ახლა, აქ უნდა ამ პოზიციით რას მეუბნებით თქვენ, რომ ამ თავისი ქცევებით ეს ამ ადამიანმა თქვენ დაგანახათ თქვენი სიძლიერე, თქვენი ფასი, თავისი манипуляციებით, თავისი ეგეთი ხასიათებით, ხო? თავის და აქ რა, ესე იგი რა უნდა გაიგოს, უფრო მითხარით კარგად. რო ეს უნდა განულდეს და არ უნდა მიეჯაჭო არასოდეს არ უნდა მიეჯაჭო და რა უნდა გაიგოს. უნდა უსმინოთ თქვენს სულს. რა გაკვეთილი. ანუ როგორ არის, იცით, ყოველთვის უნდა აფასებდეს შენს თავს. ეს სხვათა შორის კიდევაც გეუბნე, აქ ადამიანი აქ იყო სიყვარული და უბრალოდ ეხლა აი თითქოს ამ ადამიანმა, ხო, თქვენმა პარტნიორმა აიღო ისეთი როლი თავის თავზე, ხო, რომ აი თავისი საქციელებით ან არასაქციელებით თქვენ გასწავლედათ იმას, რომ შენ ყოველთვის უნდა აერჩიო შენი თავი. შენ არ უნდა იყო, მიჯაჭული კაცზე, რომელიც აი თქვა, манипуляციებს რა. შენ არ უნდა უღალატო შენ სულს, ხო? შენ არ უნდა უღალატო შენს თავს. შენ არ უნდა დაუშვათ იყო მარტო მონა, ასე რომ თქვა, კაცეს რა. შენი თავი უნდა გიყვარდეს, მიხვდით? აქ ძალიან უძლიერესი გაკვეთილია სხვათა შორის რა, რომელიც თქვენ დაგანახავს, როცა შენ მიხვდე, რომ არავინ არ არის, არც ერთი კაცი არ არის იმისათვის, თქვა, შემოსული შენ ცხოვრებაში, რომ შენ შენს თავს უღალატო და იცხოვრო მისი ცხოვრებით, იცხოვრო მისი манипуляციებს, იცხოვრო ის როცა ეს ადამიანი, თქვა, აქ დასრულდა ეს манипуляციები ამ კაცის, ხო, რომელიც ნამდვილად თქვენ, აქ უეჭველი ცხოვრობდეთ აი მაგისი კანონებით რა. აი როგორც მას უნდოდა, ისე ცხოვრობდეთ თქვენ აი აქ, ხო? ოღონდ ის ვასი ამოვნო და აი ეს ადამიანი, ნახეთ, ეს პარტნიორი მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე რთული როლებს იღებენ საერთოდ სულები, ვისაც ჩვენ ძალიან ვუყვარვარ და ამიტომ აქ ვაჩვენეს, რომ
არ გეგონოს რომ შენ მას არ უყვარდი, უბრალოდ აი ესეთი როლი ქონდა მაგას აღებული იმისათვის რომ შენი ფასი გესწავლა, აქ უფრო ღრმად გვაჩვენებენ რა. ახლა მე რატო აი გადავდივარ ხოლმე აი ესეთ სულის დონეზე, იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა მიწიერ დონეზე შეიძლება ვერ გაიგოს ადამიანმა, იმიტომ კი არა უტვინოა, იმიტომ რომ მართლა ძნელია, როცა შენ ნამდვილად მაქსიმალურად შენ ახლა ნახე ჩვენში ხო არის პროგრამები, შეიძლება თქვენ გაზრდილი ხართ ისე რომ აი თქვათ კაცი უნდა იდგეს პირველ ადგილზე, ხო? აი მაგალითად BBHM-ს გქონდა ნათქვამი, აი შენ როს ადგილს გააკეთე, პირველი თებში უნდა დაუდო შენს მეუღლეს და აუცილებლად კარგი თუ ხორციანი საჭმელი მას უნდა დაუდო და მერე დანარჩენებს. აი ეგეთი რაღაცა ჩვენ გქონდათ სულ ყველას რაღაცა პროგრამები, როცა დაუშვოთ ახლა და ქალი, აი ქალი იკარგებოდნენ, რომ ქალმა უნდა ემსახუროს და აქ გავჩენებენ რომ არ უნდა ემსახურო, არა, უნდა იყოთ პარტნიორები. გამიგე და არა რომ შენ მთლიანად ახლა მთელი ენერგიას, მთელი სულ ყველაფერს მას აზრე და შენ დაიკარგე, გამიგეთ რა ხდება და ამიტომ გეუბნები რომ შენ სულს არ უსმენდი და ანუ ღალატი, აქ არის თქვენი სულის ღალატი და ამიტომ გეუბნები რომ მან ყველაფერი გააკეთა, შეიძლება პაუზები იყო, გამოჩენები იყო, აქ რაღაც მომენტები და აი ამ პაუზებში შენ უნდა გესწავლა ზუსტად შენი თავის ფასი, გამიგეთ რომ შენი ცხოვრების პატრონ შენ ხარ. ეს არის ძალიან ისეთი თემა, ну აქ ახლა მოკლე გაშლა გვაქვს და აღარ ჩაუღრმავდება, მაგრამ ну просто რომ იცოდეთ რა. ამაზე ვმუშაობ მე ჩემ გოგოებთან ტრენინგზე რა, აი მართლა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და ძალიან კმაყოფილები არიან, ვისაც გაინტერესებს ჩვენთან ქალთა სკოლაში მოდით. ლინკი არის ვიდეოს ქვეშ და სიამოვნებით, იქაც აი სუმალი გვექნება კიდე შეხვედრა, 3 თვიანი კურსი მიმდინარეობს, სადაც ჩვენ აი ამ თემებზეც ვლაპარაკობ და ნამდვილად აი შენს ფასაც რო ხვდები და იცი ეს რას ნიშნავს, რომ ახლა აი აქ ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო, რომ თქვენ ახლა სულ აი ასე დაწვრილებით აგიხსნათ ეს სიტუაციები. ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რა შემოდის კარგი თქვენთან, ხო? ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ რა შემოდის კარგი? ну თქვენთან შემოდის, ნახეთ, მოდის თქვენთან სიყვარული, რაინდი მოდის, სიყვარულის რაინდი, თასების რაინდი მოდის რა. ანუ იმის მერე რაც ყველაფერი უკვე ნახეთ, თქვენ აქ გაიაზრეთ ძალიან ბევრ რაღაცებს რა. და აი უკვე ისეთი მომენტები არის აქ, რომ როცა უკვე შენ მართლა აი მივხვდები აქ რა, ან მივხვდი უკვე, რომ შენი ფასი, შენ ვინახარ, რომ უკვე აი ეს ყველაფერი რაც ზემოთ თქვი და უკვე მოდის შენთან ახალი ადამიანი, ან სიყვარული და კი ბატონო, მოდის ადამიანი შენს ცხოვრებაში. სხვათა შორის შეიძლება აქ ახლა იყოს ეს ადამიანი თქვენზე ასაკეთ პატარა, არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს ადამიანი იყო როგორ იცით, თვითონაც შეიძლება იყო გაკვეთილებში, რა ვიცი, ну ყველა გავდივარ ჩვენ გაკვეთილებს, ადამიანმა რომელმაც გაიგო ეს იცით როგორი მომენტი არის, აქ თასების მეფე, ой, მეფე მაპატიეთ. უკაცრავად. მე ვერ ვთიშო. აქ არის ნახეთ ეგეც კარგია, ნახეთ ზარეს შემოვიდა, ესე იგი დაგირეკავს ვიღაცა, მოვა და ძალიან დაგირეკავს, თან ძალიან ისე როგორ იცით, მივხვდება რომ თქვენს გარეშე არ შეუძლია და დაგირეკავს, თან ახლა აქაც უნდა მეთქვა რომ აქ შეტყობინებას მიიღეთ თქვენ, აი სრულიად მოულოდნელად და ადამიანი გეტყვის რომ მე შენ აგირჩიე, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი, მე შენთან მინდა ურთიერთობა, მე შენ მიყვარხარ და ჩემმა გულმა აგირჩიე შენ, იმიტომ რომ შენზე მაგარი და კარგი ქალი არ არსებობს, გამიგეთ რა ხდება, შეიძლება იყოს აი ამ პიროვნების დაბრუნება, თუ რა არის ნულის არკანიც არის და შეიძლება დაუშვათ ეს სიტუაცია განულდეს, შეიძლება თქვენ უნდა იცოდეთ, მე წეხანაც რო თქვი რომ თასების მეფე გამოვიდა, გამიგეთ და შეიძლება მართლა ამ თასების მეფემ დაასრულა აი აქ ამ ყველანაირად თქვენთან ამ ეს გაკვეთილები და თვითონაც ახლა მიხვდა რომ ну, იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ, ბევრი მეკითხება ხოლმე, აი შეიძლება იგივე პარტნიორთან გავაგრძელო ურთიერთობა, როგორ არ შეიძლება, თუნდაც აი ძალიან მტკივნეული შეიძლება გქონათ ურთიერთობა, კი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იმასაც უნდა თქვენთან ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ აი როცა კარმული თემებში რა ხდება, იცით რომ ანუ ან უკვე
დაასრულებთ ურთიერთობას, იმიტომ რომ დამთავრდა ეს კონტრაქტი და ნუ თქვენ რაც შეგიძლიათ გააკეთეთ, ხო და всё, ნუ ადამიანი არა და არანაირად არაფერი არ შველეს. მაგრამ არის კიდე მომენტი, როცა პარტნიორიც მაგ დროს არის, თქვათ, გაკვეთილებში, რაღაცები ხდება მის ცხოვრებაშიც, ხო და იცვლება, იმიტომ რომ ხდება ეს ადამიანი, რომ თქვენს გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების გაგრძელება და ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა თქვენ ხართ, თქვათ, მანძილზე, მაგრამ თქვენ უნდა მისცეთ საშუალება იმ ადამიანს, რომ მან თავისი გაკვეთილები გაიაროს. აქ არ არის საჭირო გამოჩენა, წერები, რაღაცა მის ტელეფონების თქვათ, შემოწმება იყო, არ იყო ონლაინ, მაქსიმალურად უნდა ამ ადამიანს მოშორდეთ და თქვენი საქმე დაკავდეთ, რომ იმ ადამიანს მისცეთ საშუალება, რომ მანაც გაიაროს ეს უთქვენოდ ეს თავისი გზა რაღაცა, ხო, განსაზღვრული, იმიტომ რომ თქვენ რომ მასზე სულ ფიქრობთ, თქვენ რომ წერთ, თქვენ რომ უყურებთ მაგის სტორებს, მაგის იმებს, ყველაფერს თქვენ მას ენერგიას აძლევთ და ყვებავთ, გამიგეთ და ანუ არ აძლევთ საშუალებას, რომ მარტო დარჩეს ეგ თქვენს გარეშე, თქვენი ენერგიის გარეშე, რომ გაიგოს და მიხვდეს, რომ ნამდვილად მე არ შემიძლია ეს ამ ადამიანის გარეშე, მინდა მასთან ერთად გავაგრძელო, მაგრამ მე ვიცი, რომ ეგაც უკვე შეიცვალა და უკვე აღარ შეიძლება რომ იყოს ისეთი ურთიერთობა, როგორც ჰქონდა, ანუ მეც უნდა შევიცვალო, მეც უნდა რაღაცა გავაკეთო იმისათვის, რომ ვიყო ამ ქალთან, იმიტომ რომ თქვენ აქ შეცვლილი უკვე ხართ, გამიგეთ რა ხდება. ნახოთ ეხლა ნუ რა დაგეხმარება თქვენ საბოლოოდ დაუშვათ წარსული გაუშვა და გახსნათ ახალი, შეიძლება ახალი ურთიერთობის ან რაღაც. ნუ აი რაზეც გელაპარაკეთ მე. აი ზუსტად ეს ვთქვი ახლა, აღარ გავიმეორებ იგივეს მაჩვენებს აქტარო. და ნახოთ აბა რა ბედნიერი ცვლილებები შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის თემებში. რა ბედნიერება. აი ნახოთ, აქ სამყაროს არკანი, სამყარომ შეგისმინეთ, აქ რაღაცა აი უკვე რა შეიძლება იყოს და რა ცვლილებები მოიცადე, აბა რას მეუბნებით აქა. ანუ თქვენ უკვე მორჩებით აქ დაამთავრებთ ფიქრ ადამიანზე, რომელიც თქვენ არ გახარებდათ, აი ნამდვილად და გეუბნებით, აქ მოდის ადამიანი, რომელიც აი უნდა გაუშვათ, უნდა დაამთავროთ ფიქრები ადამიანზე, რომელიც აი იცით რას დაამთავრეთ? თქვენ როცა მორჩებით ფიქრს, მის უარყოფით მხარეებს, ხო? მის უარყოფით მხარეებს. აი მაგ შემთხვევაში უკვე შეიძლება ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ თასების მეფე ისევ და აქაც თასების მეფე არის, ეს ადამიანი შეიძლება შემოვიდეს უკვე სხვანაირი. გამიგეთ რა ხდება? ხო სწორს ვამბობ, თუ ეს ახალია. აი აქ მაჩვენებენ რა, აი ესა მეუბნებიან, რომ ეს საჯარო გაშლა არის და ამიტომ აქ იქნება ორი ვარიანტი. აქ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც შენ ნერვები გიშალა აქ მაქსიმალურად და უკვე შენ ეცადე მაქსიმალურად, რომ დაგევიწყა და ვაფშე შენი ცხოვრები დაგიწყო ცხოვრება, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება ახალი იყოს. ნუ უფრო გოგოებო რა ვქნა, ახლა შეიძლება ეს საუბარი არის იმ ადამიანზე, ვისთანაც აი თქვენ დაამთავრეთ ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანს აქ ეს რაღაცა სურვილი, რომ ნუ არ შეუძლიათ თქვენი დაკარგვა და შეიძლება გაგეხარდებათ ეს ადამიანი მოვა თქვენთან, მაგრამ უკვე თქვენ ხო გეუბნებით, თქვენ შეიცვალეთ და უკვე ეს არ მისცემთ თქვენ აქ თუ სამკუთხედი იყო, არა უარს იტყვით თქვენ, ანუ არანაირი შეზღუდვები, ანუ თქვენ ხო გეუბნებით ძალიან შეცვლილი ხარ და ამიტომ ეს ადამიანის თუ მოვა თქვენთან, მოვა უკვე სხვანაირად, შეიძლება საჩუქარიც მოგიტანოს, შეიძლება ისეთი რამე გააკეთოს, რასაც ადრე არ აკეთებდა და გამიგეთ, ნუ ყველა ვარიანტში აქ არის ისეთი რაღაცა, რომ აი მართლა რასაც თქვენ ელოდებოდეთ, თქვენ სამყარო და თქვენი საგვარეულო, ანუ გაძლევს ასეთ ურთიერთობას, გამიგეთ და ნუ საჯარო გაშლა მაინც დააკვირდეთ, შეიძლება რაღაცა პატარა პროცენტს აქ ახალიც იყო, თუ თქვენ საერთოდ დაასრულეთ ვაფშე და არანაირად არც ელოდებით, არც გაინტერესებთ არაფერი. აქ არის ალბათობა, რომ შეიძლება შემოვიდეს ახალი პარტნიორი. კი ბატონო, შეიძლება. ნუ უფრო უმრავლესობას გეუბნებით, რომ აქ ექნება დაბრუნება ადამიანის, რომელიც იყო თქვენთვის აი მნიშვნელოვანი, კი. всё, ჩემო სიხარულებო, მე გესურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.